უკვე 25 წლის წინ თქვენ გემახსოვრებათ სოფლიო ბანკის პროექტი სანაპიროს ინტეგრირებული მართვის. ეგრე ერქვა 99-ში დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. ამ პროექტის ფარგლებში მაგალითად შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი. და ეს იყო რაც მოახერხეთ ამ პროექტის ფარგლებში და ეს უნიკალური პარკი კარგია რომ მოახერხეთ, იმიტომ რომ დაგვრჩებოდა დაუცველე ეს უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიები, როგორც შემდგომ აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური. მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხეთ სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის კანონს, რომელიც შემუშავებული იყო კანონ პროექტი ბრიტანელი ექსპერტების მიერ. უბრალოდ რომ ქრონოლოგიურად გითხრათ, ის ბრიტანელი ექსპერტები ხალკროუდან ბატონი ჯონ გიბსონი უბრალოდ შეიძლება რომ მოვიწიოთ ეს ადამიანი კეიპტაუნის სამართლის უნივერსიტეტის დირექტორი და ერთადერთი ჟურნალი არის მსოფლიოში სანაპიროების და სხვების კანონმდებლობა და მისი რედაქციის წევრი გახლავთ. რედკოლეგიის წევრი გახლავთ და აი ესეთი პიროვნება დღესაც ამაყობს რომ ოქროს საწმისის ქვეყნისთვის კანონ პროექტი აქვს შემუშავებული. სამწუხაროდ ჩვენ არ ვამაყობთ ოქროს საწმისის ქვეყნით და გვჩება სანაპირო მიტოვებული. არ ჩაითვალოს უბრალოდ რომ როგორც მე გარემოს დამცველი, რომ შენებლობის წინააღმდეგი ვარ, ან პორტის წინააღმდეგი ვარ, ან განვითარების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ ეს განვითარება არ არის ინტეგრირებული, თუ არ ვიცით სად არის ჩვენი სანაპირო ზონა, უბრალოდ ერთი და იგივე ადგილას სხვადასხვა ინტერესები შეეჯახება ერთმანეთს, გვინდა ეს თუ არ გვინდა. მე მგონია რომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს როგორ მართავს თავის სანაპიროს, ეს აისახოს სამართლებრივ დოკუმენტში, სასურველია საკანონმდებლო სახით, სიფსისი დაგეგმარებაზე პასუხისმგებელმა სააგენტომ, რომელიც ეკონომიკისა და რადი განვითარების სამინისტროს ქვეშ არის, ზედამხედველობის ქვეშა, მათ აზიის განვითარების ბანკი ამჯერად. ანუ ერთი დონორი, მეორე დონორი გვეხმარება, რომ რაღაცა მოუხერხოთ ამ ჩვენ სანაპიროს, რაღაცა დაგეგმვას დაემსგავსოს ის, რაცაც აქ ვაკეთებთ, კოორდინაციას დაემსგავსოს, ინტეგრირებას დაემსგავსოს, მაგალითად გარემოს დაცვისა და ეკონომიკური და სოციალური ინტერესების. და უკვე მეორე დონორი ცდილობს ამას. სამწუხაროდ კოორდინირების გარეშე პირველ დონორთან, იმიტომ რომ მოხსენიებულიც არ არის, რომ სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით კანონ პროექტი ჰქონდა ადრე შემუშავებული. შემდეგ სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული, რომელიც ასევე შეხთანხმდა ყველა უწყებასთან, მაგრამ არ წარედგინა პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად. დღესაც გილაურის სახელი აწერია ამ დოკუმენტს, რომელიც მაღალი პოლიგრაფიული არა მხოლოდ ტექსტი, არამედ ილუსტრირებული ტექსტი დაუდეთ მაგიდაზე ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს. რომ არ მოეწერათ ხელი, ვითხოვთ რომ ეგეთია გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლებლობა არ მიეცა პრემიერ-მინისტრს რომ მოეწერა ხელი, ან არ მოეწერა. და დღეს აზიის განვითარების მხარდაჭერით საკმაოდ ნორმალური ესპანური კონსულტანტების მიერ და კონსორციუმია მთელი რაღაც არ მოეწონა სუდას და გაუჩერა კონტრაქტი ამ ესპანელ კონსულტანტებს. უბრალოდ საკითხავია, ჯერ ესეთი რამე მაინც გამოგვიქვეყნეთ, რომ გავიგოთ რა არ შეიმუშავა ამ კომპანიამ. ეხლა თუ კონსულტანტებისგან გვინდა რომ იდეალური პროდუქტი მივიღოთ, ვერასოდეს იდეალურ პროდუქტს, ეხლა ეს ელემენტარული გამოცდილება ყოველთვის რაღაც არ მოგეწონება და ამ პრინციპებით თუ ვიარეთ, რა არ მოგვეწონა იმ კანონ პროექტში, რა არ მოგვეწონა იმ სტრატეგიის პროექტში, რა არ მოგვეწონა ეხლა ამ ესპანელების მიერ დადებულ, რა არ მოგვეწონა სოფლიო ბანკის პროდუქტებში, რა არ მოგვეწონა აზიის განვითარების ბანკის პროექტის პროდუქტებში. ანუ როდესაც წერტილი ამას ხო უნდა დაესვას და სამწუხაროდ დღეს იმედი მქონდა რომ მოხსენიებული მაინც იყო ტექნიკურ დავალებაში სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა და აი ეს მიმდინარე საქმე რომ უცბად გაჩერდა, ეს იმას ნიშნავს რომ გადაიდო გაურკვეველი ვადი.